საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედია პირდაპირ ეთერში ვარ. მოკლედ დღეს მე მინდა გესაუბროთ თუ რა ფაზაშია ჩვენი ეს მოძრაობა, ქართველთა დიდი გაერთიანება, რას საქმიანობთ, რა მიზნები გვაქვს, როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს დიდი საქმე, რა საშუალებები და ასე შემდეგ. ბევრი შეკითხვები შემოდის ასევე და აი შევეცდები არაფერი არ გამომჩეს. იმედია ჩან ვარ, არავინ არ ჩანს, კომენტარი დაწერეთ ვინმე მიქნებ. დავინახოთ ვინმე. რაც კავშირინელია უწევს, მაგრამ იმედია კი რომ ვართ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ახლა ჩვენი უპირველესი ამოცანა არის როგორმე რაღაც დონეზე მოვაწესრიგოთ საინფორმაციო საშუალებები. თქვენც ხედავთ ხოლმე არც ჩვენ შეამოვნებს რომ holიდან ვაკეთებდით პირდაპირ ეთერებს. გამოვაცხადეთ კიდევაც ჩვენ რომ ვიქირავებთ რაღაცა ფარც რომ იქ მოვაწყოთ ტელევიზიასთან ერთად ეს გადაცემებს საიდანაც გავაკეთებთ. ტელევიზია PKTV-ია, რომელიც ჩართულია ჩვენთან ერთად, ტელეკომპანია PKTV. მე ასევე თავიდანვე მინდა ვთქვა და დიდი მადლობა გადაუხადო ადამიანს, რომელმაც აი ეს ინფორმაცია მოისმინა და მან ახლად გარემონტებული ბინა დაუთმო აი ამ მოძრაობას, იგი ემიგრაციაში იმყოფება და მე მინდა გაერთიანების სახელით აი ამ ქალბატონს ანა ბაკაშვილს, რომელიც 16 წელია უკვე ემიგრაციაში იმყოფება, დიდი მადლობა გადაუხადო. იგი უსასყიდლოდ გვაძლევს ამ ფარტს, სადაც ჩვენ ძირითადად მოვაწყობთ უფრო ლაივების გასაკეთებლად, მაგრამ პარალელურად ჩვენ შევეცდებით რომ პროფესიონალური ის რომ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდი დარბაზი დაგვჭირდება ასევე ტელევიზიისთვის. ჯერჯერობით იქიდან განვახორციელებთ ლაივ ჩართვებს და ლაივ ჩართვების შესაძლებლობა იქიდან ყოველთვის იქნება. იქ შეიძლება იყოს ერთი წამყვანი და 3-4 სტუმარი, თავისუფლად შეიძლება აი იმ ფარტიდან ამის გაკეთება. და ამას ჩვენ მალე დავიწყებთ. ეხლა რაც შეეხება მეორე მთავარ საკითხს, ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს აი ეს ქართველთა დიდი გაერთიანება და ძალიან დიდი მოლოდინი აქვს რეგიონებში, გველოდებიან ბათუმში, არის ასევე სასწრაფოდ ჩასასვლელები ვიქნებით ასევე ქუთაისში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ეს რაც შეეხება იქით დასავლეთ, შემდეგ აქეთ. მოკლედ ძალიან ბევრგან ვარ ჩვენ ჩასასვლელები და ძალიან დიდი სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს, განსაკუთრებით აღდგომის შემდეგ. ეხლა ყველას აინტერესებს თავარი. თავარი თქვენ იცით რომ ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. თავარი მიზანი გაერთიანების არის, ქართული ხალხის გაერთიანების მიზანი არის გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. ფაქტიურად ხელიდან გვეცლება ქართველობას, ძალიან ცოტანი დარჩით, ყველა ტოვებს ქვეყანას იმის გამო, რა აუკანელი მდგომარეობაც არის ქვეყანაში, მუდმივად ხალხი კარგავს სამუშაოებს და იძულებული ხდება სამშობლო დატოვოს და აგერ სულ ბოლოს მე ბევრჯერ მithქვია ჭიათურის მაგალითზე 3500 ადამიანი ანუ ოჯახი დატოვეს აბსოლუტურად უმუშევარი ერთი ხელის მოსმით და რა თქმა უნდა ისინიც დატოვებენ მერე თუ ასე გაგრძელდა სამშობლოს და მათ ადგილს დაიკავებს მერე უცხო ტომელები. ეს არის ძალიან საგანგაშო, მაგრამ აუცილებელი არის აი ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდეს, ხელისუფლებაში მოვიდეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ეს რომ მოხდეს,
აუცილებელია ბევრი ეტაპის გავლა. რამდენიმე ეტაპის გავლა საჭირო, რომ ჩვენ არ გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც არის, როგორიც არის 92 წლიდან, ჯერ იყო შევარდნაძის, მერე სააკაშვილის, მერე ბიძინა ივანიშვილის, რომელიც იმართება გარედან. რომელსაც დაგვიშოვენ ხოლმე რაღაცა კოტებია ერთმანეთში თანხმდებიან ამერიკა, რუსეთი, ბრიუსელი და ასე შემდეგ. ჩვენ დავიღალეთ, ქართველი ხალხი დაიღალა მუდმივად გარედან დასმული ხელისუფლებებით, რომელსაც არ აინტერესებს, საერთოდ არ აქვს ეროვნული ინტერესები და ამიტომაც მივედით იქამდე, სადაც ვართ, დაღუპვის პირას. ნუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ეროვნული ხელისუფლება. პირველ რიგში, მეგობრებო, აუცილებელია დიდი ეროვნული გაერთიანება. თუ არ არის ძალა, ვერაფერს ვერ შეაცვლევინებ, აი აქ გარედან დასმულ იმ ხელისუფლებებს, რომელზეც მე ვსაუბრობდი, იმ მარიონეტულ ხელისუფლებებს, ვერაფერს ვერ შეაცვლევინებ, თუ არა გაქვს ძალა. ძალა არის ხალხში. ამიტომ პირველ რიგში რაც აუცილებელია, უნდა გავერთიანდეთ. მაგრამ რისთვის გავერთიანდეთ, ხო? აი ეს შეკითხვაც მერჯელ დავუსვათ ასეთი კითხვა. ჩვენ გვითქვია ყოველთვის, რომ უნდა აღვადგინოთ კონსტიტუციური სამართლიანობა. იქიდან საიდანაც დაირღვა, როდესაც დამხობილი იქნა ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება. როგორ უნდა აღვადგინოთ ეს? პირველ რიგში აუცილებელი არის, ეხლა ჩვენ ხარ ვამბობთ, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ და რაღაც არაკანონიერი გზებით. ესეც იქნება მერე, რა თქმა უნდა, არალეგიტიმური და ჩვენ ამ გზას არ ვცნობთ. ჩვენი გზა არის ასეთი, მშვიდობიანი, სამართლიანი, ხალხის ძალით ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საარჩევნო კანონის შეცვლა. პირველ რიგში ეს უნდა გავაკეთოთ, უნდა დაიშალოს ეს თაღლითი CSKO-ები, ოლქები და ადგილობრივი უბნები მთლიანად, საარჩევნო კანონი აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს. არანაირი აზრი არ აქვს, მეგობრებო, ასეთი არჩევნებში, ეს არის გარედან თავს მოხვეული საარჩევნო სისტემა, სადაც არის უზარმაზარი კორუფცია და აი 0,1%-ის არანაირი შანსი არ აქვს არავის, თუნდაც საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა გქონდეს, რომ ის რამენაირად რაღაც ისეთ პროცენტს აიღებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ, ესე იგი, მთელი სისტემა ისე აქვს დაწყობილი, რომ ჩართულია მთელი სატენდერო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები. და შემოწირულობების სახით, ვითომ და შემოწირულობების სახით, აი ესეთი ფორმა აქვს მიცემული, ყველა აბსოლუტურად სამთავრობო პარტიას ურიცხავს უზარმაზარ თანხებს. ბოლო არჩევნებში ქართულ ოცნებას ედო დაახლოებით მილიარდი ლარი. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, თავისუფლად შეუძლიათ 2 მილიარდიც ჩადონ აი ამ საარჩევნო ბატალიებში, რომ გაიმარჯვონ, ხო? რა უნდა დაუპირისპიროთ ასეთ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ და თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული ნებისმიერი პარტია. ამიტომ აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, აიკრძალოს ყოველგვარი შემოწირულობები და ყველა პარტია, რომელიც გამოვა არჩევნებში, დაფინანსებული იქნას სახელმწიფოს მიერ თანაბრად უნდა მიეცეს ასევე კომისიის წევრები ყველას და არა მხოლოდ სამთავრობო და ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას რომ ყავთ კომისიის წევრები და იქით დანარჩენ რაღაცა არა პარტიებს არც ერთი არ ყავთ. ასევე ტელევიზიები, აი ამ მთელი ამ 3 წლის მანძილზე ამ ქვეყნის ნაძარცუქულებით გაკეთებული ეს კერძო ტელეკომპანიები, მასმედიები, ასე ვთქვათ, უზარმაზარ ტელევიზიებია,
რა თქმა უნდა, იმ ტელევიზიებს ისინი იყენებენ 24 საათს და აგიტაციას ეწევიან და შენ ამას უნდა გაუწიო კონკურენცია Facebook-ით. ეს არის ესეც აბსურდია, ხო? როდესაც აი ეს საარჩევნო კანონი შეიქმნება, აუცილებელია აი ესეც რო აღმოიფხრას, სხვანაირად ამას არ ეშველება, უნდა აეკრძალოთ კომერციულ ტელევიზიებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ეს ჩემი აზრია და ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება საზოგადოებრივ არხზე თანაბარი დრო დაერთოთ ყველას. თუ გვინდა რომ თანაბარ პირობებში ჩაერთოს ყველა პარტია, აი ესეთი რამ, ამაზე მე სპეციალისტები იმსჯელებენ, ყოველ შემთხვევაში მე ზოგადი რაღაც ვთქვი, საარჩევნო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს და უნდა იყოს სამართლიანი. თუ ეს მიღებული იქნება ხალხის ძალით, მაშინ ჩათვალეთ, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ძალები. პირველი, რაც უნდა გააკეთოს ეროვნულმა ძალებმა, ეროვნულმა მთავრობამ, მან უნდა კლავაც აღიაროს, ცნოს და გადაიბაროს ის საქართველოს რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობა უნდა ცნოს და გააგრძელოს ეს, სადაც გაწყდა ის გაწყვეტილი ძაფი იერარქიული ძალით და პირველივე დღიდანვე უნდა ამოქმედოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დადგენილება, რომელიც მათ გამოსცეს დამხობის შემდეგ 92 წლის 13 მარტს, სადაც ნათქვამია, რომ იერარქიის ძალით მოსული ხელისუფლების მიერ ნებისმიერი მიღებული აქტი თუ დადგენილებები, ბრძანებები ანულირებული იყოს, იურიდიული ძალის არ ქონეთ ჩაითვალოს და იქნეს ბათილად ცნობილი. და ეს არის წყინვალე დოკუმენტი, მეგობრებო, ლეგიტიმური ბრძანებულება ისეთი, რომ ჩვენ ძალიან ბევრ საფრთხეებს აგვაცილებს, თუ კი ეს იქნება, ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად ბათილად ცნოთ ის, თუ ამ 300 წლის მანძილზე, რაც ძარცვეს აი ამ ხალხმა, მიითვისეს ზოგი ერთლარად, ზოგი, რა ვიცი, სათამაშოს ფასებში ყველაფერი, სახელმწიფო ბუნებრივი რესურსები და სტრატეგიული ობიექტები, აბსოლუტურად უნდა იყოს ეს ანულირებული და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აი ახლა რომ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ ვართ, თუნდაც ჯანმოდან გამოსვლასთან დაკავშირებით და ეს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ უარი უთხრას იმ ხელმოწერებზე შეტანილ პეტიციას, რომ განცხადებით მიმართოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომ საქართველოს დააყენოს საკითხი, რომ გამოვიდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან. აი ეს თუ კი კონსტიტუციური სამართლიანობა აღდგება, მეგობრებო, თუ კი აღდგება ეს 13 მარტის დადგენილება ძალაში შევა, ჩათვალეთ, რომ საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ მიღებულია უკანონო ხელისუფლების მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში და ბათილად იქნება ეს ცნობილი. ჩვენ არავითარი ვალდებულება აღარ გვექნება, ჩვენ არა ვართ, ჩვენ კანონიერი ხელისუფლება, რომელიც არჩეული იქნება და სამართალმემკვიდრეობას გააგრძელებს საქართველოს რესპუბლიკის, მას არავითარი ვალდებულება არ ექნება, არავითარი ხელმოწერა არ ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მათ გაეგზავნებათ ესეთ განცხადება, რომ ის ხელისუფლება, რომელმაც მათთან გააფორმა ეს ხელშეკრულება, იყო იერარქიის ძალით მოსული უკანონო არალეგიტიმური ხელისუფლება და ბათილად იქნა ცნობილი ყველა ამ იერარქიის ძალით მოსული ხელისუფლების ხელშეკრულებები. და ეს გაკეთებული აქვს 92 წელში კიტოვანის და ჯაბაიოსელიანების და მაშინ სახელმწიფო საბჭო რომ იყო შევარდნაძის მეთაურობით და აბსოლუტურად ანულირებული გახდება ეს და არავითარი ვალდებულებები აღარ გვექნება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. პირველ რიგში მეგობრებო, კიდევ გეუბნებით, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ აი დავიწყოთ რეგიონებში გასვლები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეს აი ამ მარხვის დღეებში ვერ მოესწროს და ჩვენ დავიწყოთ უკვე გასვლები აღდგომის შემდეგ, ქრისტეს აღდგომის შემდეგ, 20 აპრილის მერე და დავიწყებთ ალბათ ქუთაისი და ბათუმიდან. ეხლა არის ერთი საკითხი, ხო, რაც შეეხება მეგობრებო, რეგისტრაციას ბევრი მწერს და კარგი იქნება თუ რეგისტრაციის გავლა ვისაც უნდა, ან მე დამიკავშირდეს პირადში, ან ბატონ ზაქარიას, ან ბატონ დემურს, ან ბატონ გიგლას, სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, ტელეფონის ნომერი და მისამართი. აი ეს უნდა მიწეროთ და გაგატარებთ ჩვენ უკვე 30 მარტს ჩვენ გავატარეთ რეგისტრაციაში უკვე მოსული სტუმრები, საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო. რაოს საქართველოს ტერიტორიაში ჩვენს 4 მუსულმანურ სახელმწიფო შეკითხები შემოდის. არც ერთი პრობლემა, მეგობრებო, ეროვნული პრობლემა არ გადაიჭრება ამ ხელისუფლებების ხელში. ეს ხელისუფლებები, რომელიც 92 წლიდან აგრძელებენ აი ამ სახელმწიფო გადატრიალებში პუტჩისტური სამართალ მემკვიდრეობას, ესენი არ არიან ქართველი ხალხის მიერ არჩეული, ესენი არიან გარედან დასმული, რა პროცენტებიც აწყობთ, აი იმას გამოგიცხადებენ ხოლმე ეგზიტ პოლებით და იმით და ასე ანაწილებენ ვის რამდენი პროცენტი უნდა კონდეს, იქ მთავრობას რამდენი, ნაციონალურ მოძრაობას რამდენი, გიჟს რამდენი და ასე შემდეგ. დაუკვირდით, აი შეხედეთ ქართველ ხალხს, ვინც ყველაზე ძალიან ძულს, მხოლოდ ისინი არიან ხელისუფლებაში, ისინი ლიდერობენ, ვითომ და არც ერთი ეროვნული ძალა საერთოდ არ აჩავს. არ გამოდის სხვანაირად აქ ვერანაირად ვერ მოხვდება ეროვნული ძალა. ეხლა ძალიან არ მინდოდა ერთ საკითხს მინდა შევეხო, ნამდვილად არ იყო, ეხლა ჩვენ აი დროშის საკითხი წამოწიეს და ბევრი მწერს ახლა თორდიაზე, დავით თორდიაზე და ჩვენ აი კიდევ მინდა ერთი რამე გულახდილად გითხრათ მეგობრებო. ჯერ იყო და ძალიან ცუდი არ მინდოდა ამ თემას შევხედოთ, იმიტომ რომ არავისთან ჩვენ არ აგვაქვს დასაპირისპირებელი და არც თანამდებობას არ ვარიგებთ აქაც. ეს არ არის პარტია. მე აი არ დამიძახეს და არ ჩემი მოტეხვა უნდა, რა მოტეხვა უნდა და კაცო, არავის არ უძახით, ბევრჯერ განვაცხადეთ, არავის არ ვიწევთ. ეს არის გაერთიანება, ეს არ არის პარტია, აქ არ არის კიდევ ვიმეორებ თანამდებობები, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა საჭირო და ვინც მოვიდა იქ რეგისტრაცია გაიარა, ყველას თავისი უფლება აქვს, დავით შეუძლია გაატაროს რეგისტრაციაში თავის სახელი და გვარი და ის და იყოს წევრი. ვერ გავიგე აქ კიდევ ვიმეორებ, არ არის ეს მოწვევებით მეტი. ეს ჩვენ ყველამ ერთად საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ. ხლა მაშინ ვიტყვი აი და ნუ ეწყინება ნუ რა ვიცი დავითსაც, როდესაც მოწვევით პირველად მე თავიდან დავიწყე ეს ინიციატივა და გავაკეთე თავიდან მარტო კინოსახლში, იქ იყო მოწვევით. იქაც ასე დაიწყო, ჯერ არავის მოუწევი ვარ, ლაივში წერდა და ასე შემდეგ. არც არავინ არ იყო მანამდე მოწვეული, იმიტომ რომ ბოლო 2-3 დღით ადრე დავიწყე მოწვევა, რადგან არ იყო გადაწყვეტილი კინოს სახლის დარბაზი. სანამ არ გავაფორმებდი ხელშეკრულებას, მანამ არ ვაცხადებდი, იმიტომ რომ ხელი არ შეეშალათ. როდესაც გადაწყდა და გამოვაცხადეთ, ასევე ბატონ დავითსაც გაუგზავნე მოწვევა. გაუგზავნე მოწვევა და მომწერა, რომ ამცალია დავით, რაღაცა ტრეინინგები მაქვს, პირადი საქმეები მაქვს და ვერ მოვიცლი, ვერ დავესწრებიო. მაგრამ ეს განცხადება აღარ გააკეთა, ლაივში მარტო იმას ამბობდა, რომ არ მიწევენ და ასე შემდეგ. სინამდვილეში მეგობრებო, აი ეს ყველაფერი დასქნელია, დავდე კიდევ და კიდევ დავდე
თუ კიდევ რაღაც პრეტენზია ექნება. თავად მომწერა რომ არ მცალია ვერ დავესწრებიო. როდესაც მოწვევით იყო ვიმეორებ გასული წლის 24 ნოემბერს. რადგან არ ეცალა და ვერ მოიცალა ამ გაერთიანებით და ვერ მოვიდა, ვინც მოვიდა, პირველი მოვიდა ბატონი ზაქარია, მოვიდა იგლა გობეჩია და ბატონი დემური და გამოხატეს სრული მზადყოფნა რომ ჩართულიყვნენ საქმეში და გავაკეთეთ საინიციატივო ჯგუფი. დავით თორდია არ მოვიდა თავისი ნებით და მე პრეტენზიები გამოთქვა რომ აი მე მომტეხეს რომ ტყუილია მეგობრებო დასკრინა აქაც დავდებ იმაში კომენტარებში თორე არავით არის საპირისპირო არ ქონდა მე თორდიაზე. ეხლა რაც შეეხება დროშის საკითხს მივეცით სიტყვა აქ უნდა სხვა რაღაცები დაიწყო ახლა აღარ მინდა ეს განვავრცო ეს თემა იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ამის დრო და არც ამის დრო იყო ჩვენ ჯერ ერთი რა დროს დროშა ქვეყანა თავზე გვემხობა ხო თან ხედავ რომ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძვიდა თუ კონსტიტუციური სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ საქართველოს რესპუბლიკის ზვიად გამსახურდიას და ხშირად ამას აღარ ახსენებენ აი მენშევიკური თავრობის დროშა ვაჭო მენშევიკურის თავრობის დროშა რო იყო და დამოუკიდებლობა რო გამოცხადა ზვიად გამსახურდია იგივე დროშა რატომ დატოვა იცით სამართლებრივი ბრმა რომ გაეკეთებინა სამართლებრივი და საბჭოთა კავშირის ამით უთხრა რომ მე დაშლის შედეგად კი არ აღვადგინეს ვივიღე დამოუკიდებლობა არამედ დაპყრობილი ვიყავი თქვენგან საბჭოთა კავშირისგან და ეხლა აღვადგინე დამოუკიდებლობა სამართლებრივი კუთხით აღადგინა ეს ყველაფერი თავისი ატრიბუტიკით და თუ ჩვენ კონსტიტუციურ სამართლიანობას აღვადგენთ საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური დროშა ეს სამფეროვანი დროშა იმისი არც მე მაგ გაუქმების უფლება არც თორდიას და არც არავის ხო და ჯერ აუცილებელია ის აღადგინო რაც ოფიციალურია და თუ არ მოგწონს შენ თუ არა ვინც იქნება და ერთს არ მოსწონს მომავალში მე ის იმჯელებს თელიერი და რაღაცა შექმნის ახალს ხო ჰერალდიკოსები ჩაერთობიან და ასე შემდეგ აი რა დროს დროშაზე იყო იქ საუბარი მით უმეტეს რომ ხედავ რომ ამ ხალხს ძალიანად თელი სცენა აქვს გაფორმებული ეროვნული დროშები და პირდაპირ ესე იგი იქ უჩხიკინე რომ აი ეს შენ რაც უდათაგა გაკეთებული და ოჯახში რო შეხვიდე და აუ რა ცუდი ფარდები დაგიკიდია ხო აი რა გეკითხება შენ დავით თორდიას პირდაპირ ვეუბნები რა ეკითხება რომ ოფიციალურ კანონიერ ეროვნულ დროშაზე აი ამას ამბობს ხო აუ დათარსული არც დათარსვა არ არის მართლმადიდებლური ისა და არავინ არ იცის ის დათარსულია თუ დალოცვილია იმიტომ რომ ორჯერ არის ამ დროშით გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა და თუ პატივს ასევ კიდევ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას და მათ ბრძოლებს და იმ წინაპრების ბრძოლას მაზნიაშვილებს და კაკუძა ჩოლოყაშვილებს ცოტა მოწიწებით უნდა ილაპარაკო ასე დროშაზე ამ დროშაზე სულიად დალეული მარომაყაშვილებს და თელი საქართველოს მამულიშვილებს იუნკერებს და ყველას და რო აღარაფერი ვთქვათ აფხაზეთში და სამაჩაბლოში და ამდენად ეს უნდა გადაწყვიტოს მომავალში ჯერ თუნდაც ერთი თვით აღდგეს მაგრამ თუ ერთს არ ენდომება მერე შეიძლება აი ეს რა საკითხია რა დროს ეს არის როცა ქვეყანა თავზე გვემხობა მე არ ვიცი აქ აზია საერთოდ საუბარი